Vis bilikebit Zvisken gamadevaro Dispero davar dispero Chemo krosntevano Zit karatulo Khmir dasis khlit karatulo Uzveleso uakhleso Zit karatulo Khmir dasis khlit karatulo ამის მომზადებას, მოპოვებას, კაი 2 წელი მოუნდით. დაიწყო ჯერ სოფიაში ჩემპიონატის მოპოვება. თუმცა სოფიაში მოხდა ისე, რომ მაშინდელმა პრეზიდენტმა მოინდომა და წაიღო კიდევაც მოლდოვეთში მაშინდელი ევროპის ჩემპიონატი 25 წლის. შემდეგ რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ გავაკეთეთ განცხადება 26 წელს, იქ უკვე მოვიპოვეთ. ევროპის ჩემპიონატი ჩემ პრეზიდენტად შემოგვიმებამდე გადაწყვეტილი იყო. როდესაც უკვე პრეზიდენტი გავხდი, სუნერიულობდი რა და რაღაცა რა თქონდა, რომ იცი რა მეთქი ნეტა უარეს გვა შეიძლებოდეს, არ შეიძლებოდეს მეთქი ამ ყველაფერზე, მაგრამ ჩემმა გუნდმა დამარცხდა იმაში, რომ ნამდვილად გავუკეთებია და ჩაგვეტარებია. მაგრამ სულ იმაზე ვფიქრობდა, რომ აი მოდი ჩავატაროთ და შედეგები ვერ იყოს და რაღაც ვინაიდან თაობათა სვლა არის ჩვენ გუნდში. მეც აღარ ვარ გუნდთა ბიჭებს ყველას ვეხსენებათ გარკვეული პრობლემები აქვს შეწავყვა სპორტსმენებს რაც დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს რომ მალე მოუგვარდებათ ამ ბიჭებს და შეიძლება ფიცარაზე დაბრუნებათ და სულ ისე ვიყავით თლიანი გუნდი მაგრამ უკვე სამი ინფორმაციო გითხრა პასუხი რომ კი ვატარებთ და მაქსიმალურად ვაღარ დონეზე უნდა ჩატარდეს და დაიწყეთ აი იმ დრიდან უკვე ჩავერთეთ და ის ფიქრები რომ ჩატარდეს არა უნდა ჩატარდეს საერთო მიზანი არის გადავარჩინოთ. შარი 1 მინუსია რომ უნდა გადავარჩინოთ და სერიოზული სანდვიჩები კეთდება, სერიოზული რომ ეს დავიწყოთ. ყველაფერი ხდება ამ ცხოვრებაში შედარებით რაღაცას ადრე რაღაცას. შედარებით ვიყავით საუკეთესოები ბოლო წლების განმავლობაში. 19 წელს ახალი ინოვაციები შემოვიტანეთ და დაინერგა როგორც შემდგომში უკვე მოსკოვის ევროპაზე, შემდეგ უკვე სომხეთის ევროპაზე, ჩინეთის, აზიის ჩემპიონატებზე, აი ეს სიახლეები რაც მასში შემოვიდანთ. ეხლა სერიოზული სიახლეა ეს საპრიზო ფონდი, რომელიც არ არსებული და პირველად არის საჯების საუკეთესო სასტუმროში და საუკეთესო პირობებში განთავსება. ასევე უმაღლესი ტექნიკა რაც გამოყენებული იყო LED ეკრანების სახით და იმ ინვენტარის სახით რაც ჩვენ შევიძინეთ ამ ჩემპიონატისთვის. ну რა თქმა უნდა პირველ რიგში ჩემი და ჩვენი გუნდის გათვლა იყო სპორტსმენს ეგზო კომფორტულად თავი და მაქსიმალური კომფორტი შევხვდეთ ჩვენ სპორტსმენებს ჩვენთვის და ზოგადად ყველასთვის კარგად უნდა გავითავისოთ არა ქაოს მნიშვნელობა რომ რაგის შეჯიბრის არ ჩავატაროთ რომ სპორტსმენი პრიორიტეტი თითოეულ ჩვენთაგანისთვის და მაქსიმალურად სპორტსმენს და წვრთნელს უნდა შეექმნას კომფორტი შეჯიბრის სოლობის დროს ამას მხოლოდ საავადმყოფო სავაჭრო სივრცეს არ გულისხმობ მის გადაადგილებას, კვებას და ასე შემდეგ ძალიან ბევრი დეტალებია რაც სპორტსმენისთვის უნდა იყოს მისაღები და ჩვენ მაქსიმალურად ვფიქრობ დაწყების დღიდან დღემდე მაქსიმალურად ვარ ჩართული მეც შევიდეთ თანაგუნდელები
ყველა იმ პატარა დეტალში რაც ჩვენთვის მიუღებელი იყო, რა თქმა უნდა, კორექტირება შევიტანეთ და ბევრჯერ მოგვიწია რაღაცების გადაკეთება, იმიტომ რომ პირადად ჩემი გამოცდილებით, გიავთავის გამოცდილებით, კახეთავის გამოცდილებით გადავწყვიტეთ, რომ ეს აჯობებს, ეს არ აჯობებს და სულ ვიყავით ესე ვთქვა ჯანსაღ დისკუსიაში, რომ რა იქნებოდა უკეთესი და ვთვლი, რომ საუკეთესო ევროპის ჩემპიონატი ჩავატარეთ და საერთაშორისო ღონისძიება, რაც პირადად მე ამ წლების განმავლობაში მივიღე მონაწილეობა. აღნიშნავ, რომ სამ შეჯიბრს ჩავუთხლი ევროპის ჩემპიონატი ბათუმის 2019 წელს, 2023 წელს ერევანში ევროპის ჩემპიონატი და ბათუმი 2026 წელს ყველაზე საუკეთესო. ეს სამი ღონისძიება, სადაც ყველაზე, ესე ვთქვათ, მეტად მომეწონა. ბათუმი მეორედ მას მისდევს ევროპის ჩემპიონატს და მეც მეორედ ვარ ბათუმის ფიცანაგზე. პირველად როგორც სპორტსმენის რანგში, დღეს უკვე როგორც ხელმძღვანელი. და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს გუნდთან ერთად მაქსიმალურად კარგად გავართვევ თავს, ისე როგორც 2019 წელს. 2019 წელს გამართული კონტინენტის პირველობა შეფასდა როგორც მომავლის ჩემპიონატი და დარწმუნებული ვარ, რომ 2026 წლის ჩემპიონატი იქნება ნოვატორული და მისაბაძი. საქართველოსთვის გამოცხადებული დიდი ნდობისთვის მინდა მადლობა გადაუხადო ევროპის ძალოსნობის ფედერაციას და მის პრეზიდენტს ბატონ ასტრიდ ჰასანს. საპატიო სტუმრებო, მწვრთნელებო, სპორტსმენებო, ქალბატონებო და ბატონებო, ევროპის ძალოსნობის ფედერაციის სახელით ძალიან დიდი პატივი მაქვს მოგესალმოთ ყველას 2026 წლის ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში, ულამაზეს ბათუმში, საქართველოში. ქართული ძალოსნობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ევროპის ძალოსნობის ფედერაციის უმაღლესი ჯილდო ოქროს ვარსკვლავი გადაეცემა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს გიორგი ასანიძეს. ჩვენი იმედი და სიამაყე საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრები. On behalf of European Weightlifting Federation, I declare the 2026 European Weightlifting Championships open.
თითოეულ მათგანთან წლები მაკავშირებს და მათთან ერთად ვარჯიშობდი და თითოეულ მათგანს კარგად ვიცნობ და დღეს ხანდახან მავიწლევა რომ მე პრეზიდენტი ვარ და ესე სპორტსმენები, იმიტომ რომ ისეთი სულ ესეთი გარემო იყო ჩვენ ფედერაციაში, სულ მეგობრული, დარბაზში რა თქმა უნდა მწვრთნელი, ყველა მომთხოვნი და დარბაზის გარშე უკვე დიდი პატარა ეს იყო ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის. რა თქმა უნდა, ეხლა ვინდა თითოეულ მათგანს ბრძოლისთვის ჩვენ სპორტსმენებს მადლობა უხადო. უკეთესი შეიძლება და რო არ გარკვეული ტრამები რაც ჩვენ სპორტსმენებმა შეჯიბრის სოლობის დროს მიიღეს. ამის გადაზღეული არავინ არ არის ნამდვილად, იმიტომ რომ ვინაიდან იმის გამარჯვებისთვის ხიფათიც ძალიან ახლოს არის. მაგრამ ვერ ვიტყვი რომ რამით უკმაყოფილო ვარ. პირიქით მადლობა ჩვენ მწვრთნელებს, ჩვენ სპორტსმენებს, ჩვენს გოგონებს, რომელიც ძალიან ახალგაზრდები არიან ჯერ, მაგრამ ძალღონებს არ იშვრევენ იმისთვის, რომ იბრძოლონ მედლისთვის და ჩვენ გოგონებსაც ჰქონდათ და აქვთ შანსი, რომ უკვე 19-20 წლის ასაკში დიდების ევროპის ჩემპიონატზე წარმატებას მიაღწიონ და სულ ერთი ნაბიჯი დაგვაკდა იმისთვის, რომ ამ გოგონებსაც მოეპოვებიათ გამარჯვება და აიღოთ სხვადასხვა სინჯის მედლები. ჩვენ ქართველები მაქსიმალისტები ვართ, ყოველთვის გვინდა საუკეთესო, მაგრამ როგორც აღვნიშნე, მიდის თაობათა ცვლა და საქართველოს ძალოსნობის ნაკრებს 2-3 წელიწადში ისევ საუკეთესო გუნდი ეყოლება. ეხლა ამ ბიჭებსაც არაფერს არ ვეჩი, მაგრამ ვინაიდან ვამბობთ რომ მიდის თაობათა ცვლა, ეს რა თქმა უნდა სპორტის ირგვლივ ტრიალებს და კარგად იცის სპორტი, ყველა მათგანი გაიგებს რასაც გულისხმობ. ჩემი თაობას უკვე ასაკი წამოგვეწია, ტრამები წამოგვეწია და რაც ამას სამწუხარო იყოს გვიწევს უარის თქვა აქტიურ სპორტზე. ვერ შევედრებით წინა წლების ჩემპიონატებს, იმიტომ რომ იქ ყავდა ლიდერები, იყო რეზი დავითაძე, იყო გიორბელიძეც, იყო ხიასანიძეც, იყო თვითონ ლაშა ტალახაძეც, რომლისთვისაც ჩემთვის დღეს მე ლაშა მერჩივნა, რომ ჯამში ის ასტრონომიული კოსმოსური ციფრი 500 ჭეროდა ხელში როგორც და გაგვეხარებინა გულშემატ კი ვარი აი ამ შედეგით გამარჯვებით. თუმცა დღეს არის იქ სადაც არის საპრეზიდენტო პოსტზე. სიმართლე გითხრათ, ცოტა მეც მოველოდი ჩვენ სპორტსმენებისგან. ორმა ტრავმა მიიღო, ორი არ გამოვიდა. ის ძველი პლიადა აგერ უკვე მოგახსენეთ, ზოგს ერთი პრობლემა ქონდა, ზოგს მეორე, მაგრამ მედლები მაინც არის, მათ შორის ოქროს მედლები. ჩემთვის პირადად მოგესალმებით პრეზიდენტის ამბულანსში პირველი დიდი ღონისძიება არის ჩემი პრეზიდენტობის დროსაც ჩავატარეთ და ძალიან დიდ პასუხისმგებლობას გამიცდი, მართლა მაგრამ ნერვიულობდი, ბევრჯერ ვთქვი რომ მეთქი ამდენი შეჯიბრძო ნერვიულა, საერთოდ ვერაფერს ვერ გავაკეთებდი მეთქი. ჩემთვის თავარი იყო რომ ვინაიდან როგორც მე პირველად ვატარებდი ამ ხელად ღონისძიებას ჩემს ქვეყანაში, ასე ევროპის ფედერაციის პრეზიდენტიც პირველად ევროპის ჩემპიონატი იყო დიდებს შორის და ჩვენ გქონდა ხოლმე ძალიან ხშირი კომუნიკაცია ერთმანეთთან და რაღაც სულ გავდიოდით ხოლმე ბატონ დეტალებს. ესეთი სიტყვა ვიტყვი. ეს იყო საუკეთესო ევროპის ჩემპიონატი, სადაც მე დავსწრები ვარ და მადლობას გითხრათ ამ ყველაფერთვის და საერთო შეჯიბრებას აუცილებლად გააკეთებს ევროპის ფედერაცია და გამოაქვეყნებს თავის გვერდით და მაშინ მივხვდი რომ ღირდა ამ ყველაფერს გაკეთება. ველაპარაკე რა თქმა უნდა პრეზიდენტსაც, გენერალ მდივანსაც, სხვა წამყვან ხელმძღვანელებთან და შეფასებულია მაღალ ასე ერთ-ერთ თუ სკალა არსებობს. ადრე იყო ხოლმე ეს შეფასებებს უწერდნენ როგორც სატრანსპორტო თემაში, როგორც სასტუმრო თემაში, კვების თემაში, დარბაზის მონაცემებში უწერდნენ ხოლმე შესაბამისად. ეხლა აღარ არის ეს. თუმცა სიტყვიათ არის ისევ როგორც 19-ში, მაშინ ანტონიო ურსო იყო პრეზიდენტი იტალიელი, რომელმაც აი მსგავსი ჩემპიონატები უნდა დავნერგოთ ხოლმე და მართლაც დაინერგა მაშინ და ეხლაც აგერ ინოვაციები გვაქვს, რა თქმა უნდა ყველაფერი ეს ქვეყნის სპორტის ხელმძღვანელობის მხარდაჭერით, ხო ეს ყველაფერი განვახორციელეთ, ძირითადი ბიუჯეტი წამოვიდა იქიდან, რა თქმა უნდა სპონსორებიც ყავდა, კერძო კომპანიები, თუმცა ყოველთვის მსგავსი ჩემპიონატები ტარდება სახელმწიფოს ბიუჯეტიდან, რომელიცაც რა თქმა უნდა ჩვენ მაქსიმალურად უფრთხილდებოდით და მაქსიმალურად რაციონალურად და ეფექტურად შევეცადეთ გამოგვეყენებინა. რაში გამოიხატება? ეს არის ქვეყნის ცნობადობაში პირველ რიგში, ეს არის რეგიონის ასე ვთქვათ, როგორც მინიმუმ სპორტულ ტურიზმის მოზიდვაში, რაც უკვე განხორციელდა ახლა ამ ეტაპზე და შემდეგ უკვე პრაქტიკა გვაჩვენა, რომ წინა წლებიდან გამომდინარე იზრდება ნაკადი როგორც შეკრებების მოთხოვნა ამ რეგიონში, ბათუმში, აჭარაში კერძოდ, როგორც
ინდივიდუალურად ჩამოდის ხოლმე ოჯახები. ეს იყო ერთ-ერთი ჩვენი მიზანი, რომელსაც ალბათ დღესვე არ გამოჩნდება ეს ყველაფერი, ეს ამას დროის მანძილი გვაჩვენებს თუ სპორტული ტურიზმი ძალოსნობაში გაიზარდება. მაგრამ ამას პლუსის ყველაფერი, რომ ვინაიდან ჩვენ სამთავრობო თითქმის ყველა სამთავრობო რგოლი ჩართული იყო აქტიურად, რა თქმა უნდა პირველ რიგში მინდოდა რომ აი თითოეულ მათგანს მოწონებოდა ის გახსნის ცერემონია დაწყებული დღემდე, ანუ სანამ დავასრულოთ შეჯიბრებას, აი მაქსიმალურად მინდოდა რომ მესმისოთ თითქმის ყველა უწყება, ვისაც რა თქმა უნდა შეხება ქონა ამ დღეების განმავლობაში ყოფილი არის და აღნიშნეს რომ ჩვენ არ ველოდებოდით თუ ესეთი რანგის შეჯიბრი გამოვიდოდაო და პირიქით მადლობაც კი მოგვიხადეს რა თქმა უნდა პირველ რიგში მე მათ ვუხდი მადლობას ვინც მაქსიმალურად იყო ჩართული ევროპის ჩემპიონატის საზღვრებში სპორტის სამინისტროს სახელმწიფოს და ყველა იმ უწყებებს რომელიც ჩვენ გვერდით ამ ხის განმავლობაში რა თქმა უნდა ჩემ დიდ გუნდს რომელიც ამ დღეების განმავლობაში მათი თავდაუზო გავიშრობა ვნახე და ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება და ვთვლი რომ მათთან ერთად კიდევ ბევრ სირთულეებს შევეჭიდებ. ალბათ უკვე ამბიცია გვექნება, რომ უფრო მაღალი რანგის ჩემპიონატსაც უმასპინძლოს საქართველოს მიქ უკვე ბევრად განსხვავებული მასშტაბები, ასევე სატელევიზიო ეთერი, ასევე ხალხის ჩართულობა სპორტსმენების, ასევე გამოწვევებიც იქნება და ასევე ქვეყნის მეტი პიარი იქნება მსოფლიო ჩემპიონატს თუ ავიღებ. ის რაც დღეს ბათუმში ხდება, ჩვეულებრივად შეუძლია უმასპინძლოს მსოფლიო ჩემპიონატსაც. ჩვენ ბათუმში გვაქვს ყველანაირი პირობა, როგორც ინფრასტრუქტურის კუთხით, დარბაზების კუთხით, ასევე სასტუმროების კუთხით და ნუ რა თქმა უნდა ბათუმი ქალაქი, რომელიც ყველა ქართველს უყვარს და ჩამოსვლის სტუმარს. ჩემ გულ ძალიან კარგი გამოცდილება ჰქონდა, იმიტომ რომ დღეს ვინც ჩემ გვერდით დგას, თითქმის ყველა ჩართული იყო 2019 წლის საზღვრებში, ასევე 2015 წელს, როდესაც ფილმი ჩატარდა და ეს ჩემთვის იყო უცხო, როგორც დღეს ხელმძღვანელის რანგში ვარ წარმოდგენილი, მე მიწოდა სუფის რანგზე ყოფნა, მაგრამ დღეს უკვე ავიღე პასუხისმგებლობა, რომ მე უნდა ჩავატაროთ, რა თქმა უნდა, ჩემთან ერთად კიდევ და კიდევ აღნიშნავ, მაგრამ დღეს ბევრად გამიადვილდებოდა ის გამოცდილება რო ქონდა, რაც ამ დღეების განმავლობაში დავაგროვე მით უმეტეს არ შემიძლია არ აღვნიშნო ძალიან კარგ კომპანიებთან მქონა ურთიერთობა, რომელსაც გამიადვილდა მათთან თანამშრომლობა და მადლობა თითოეულ მათგანს, იმიტომ რომ თითოეულ მათგანმა ძალიან კარგად გაითავისუფლა და გაიაზრა ის, რომ ეს არ იყო მხოლოდ ის, რომ აი ევროპის ჩემპიონატი ტარდება რა. თითოეულ მათგანს უყვარს სპორტი, პატრიოტიზმის სპორტს და რა თქმა უნდა, რაც კარგად ჩატარდებოდა ჩვენი ქვეყნის პრესტიჟი იყო და იმიჯი იყო. აქედან გამომდინარე, მადლობა ყველა იმ რგოლს, რომელიც ჩართული იყო და უკვე ვიცი რა უნდა გავაკეთეს მომავალში. შევეცდებით რთულია ხო თქვა, რომ ვიცი რა, ამაზე უკეთეს გავაკეთებ, მაგრამ მაინც რაღაცას მოვიფიქრეთ, მაინც რაღაც ინოვაციას შევმატებთ და დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი შეჯიბრი, რაზეც უკვე გვესმის, აი კიდევ თქვენ ჩაატარეთ რაღაც შეჯიბრები, მაგრამ ვიცით რომ მომდევნო კიდევ უკეთესი იქნება.